მეგობრებო, მოგესალმებით. მზის ადამიანის, ანუ ნინო ლეჟავას YouTube არხიდან. მოგეკითხავთ ყველას, დიდი სიყვარულით, მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. და თემა ჟღერს ასე: არის თუ არა ჩემზე ნეგატივი ახლა? როდესაც გახსნით ამ საჯარო გაშლას, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. ნეგატივის ნაწილში ჩვენ შეგვიძლია გავსაზღვროთ და წავიკითხოთ ყველა ის ენერგოინფორმაციული პარაზიტული, ვთქვათ, ენერგია, მდგომარეობა, თვალი, შესაძლოა მაგიური, ვთქვათ, ზოგადად ვერიდები ხოლმე საჯარო გაშლებში ესეთი ღრმა ინფორმაციის გაშხერებას, იმიტომ რომ მაინც საჯარო გაშლა არის, მაგრამ ენერგოინფორმაციულად წავიკითხოთ, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე და თუ არის რა სახის არის ეს ნეგატივი. აი, შესაძლოა საერთოდ არაფერიც არ არის, ხომ ასეა? მასშესადამე ვარიანტი პირველი, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. ვარიანტი მეორე, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. და ვარიანტი მესამე, არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. ვფიქრობ, რომ სამივე ვარიანტი კარგად ჩანს. ძალიან კარგი. პირველი ვარიანტი გვექნება მთის ბროლი. მეორე ვარიანტი გვექნება წითელი იასპი. ცოტა უფრო გავანათოთ აი ასე. და მესამე ვარიანტი გვექნება მალაქიტი. დახოჭეთ თვალები და დასვით კითხვა, არის თუ არა ჩემზე ნეგატივი ახლა? არ დაგავიწყდეთ, რომ არხის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული თქვენგანის რეაქცია, ლაიკი, დისლაიკი, კომენტარების წაკითხვა იცით მიყვარს, მაბედნიერებს თითოეული თქვენგანის კომენტარი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება არხის გამოწერა, არ გამოწერის საკითხში, რა თქმა უნდა, გამიხარდება და მესიამოვნება, თუ არხს გამოიწერთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი საჯარო გაშლები მოგწონთ, გეხმარებათ და სინქრონში მოდის ის ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის ახლა ამ მომენტში და ზოგადად ძალიან ესეთი აქტუალური და მნიშვნელოვანია. მასშესადამე, როდესაც თვალებს გაახელთ თქვენი ვარიანტი, თქვენი მინერალი აუცილებლად დაგიცახებთ, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. მთის ბროლი. არის თუ არა თქვენზე ნეგატივი ახლა? თუ არა ნეგატივი ახლა პირველ ვარიანტზე? არა, მეგობრებო, თქვენზე ამ მომენტში, გასწრაფოთ, ნეგატივი ნამდვილად არ არის. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ საკმაოდ დაცული ადამიანი ხართ, მე აქ არ ვხედავ არანაირ ნეგატივს. კარგი იქნება პენტაკლი, პენტაგრამა, ხუთქიმიანი ვარსკვლავი წრეში. პენტაკლსა და პენტაგრამას შორის არის განსხვავება. უფრო მეტად პენტაკლს გირჩევდით. ატარეთ ტელეფონზე, შეგიძლიათ დააყენოთ ეგრეთ წოდებულ cover ფოტოთ, ხო? ერთადერთი არის ის, რომ შესაძლებელია იფიქროთ, რომ არის თქვენზე მაგიური ზეგავლენა, ნეგატივი და ასე შემდეგ. არა, მეგობრებო, უბრალოდ ეს არის ერთგვარი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ ენერგია არ ყოფნით. მაგრამ ენერგიის ესე იგი უკმარისობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა ვიფიქროთ, რომ ესე იგი აუცილებლად არის მაგიური ზეგავლენა, უბრალოდ გჭირდება ძალების აღდგენა. ძალების აღდგენა და გჭირდება დადებითი ემოციები.
იმიტომ რომ შესაძლებელია ზედმეტად ჩართული ხართ ყოველდღიურ მატერიალურ, სოციალურ ამბებში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ გრჩებათ დრო, თქვათ, საკუთარი თავისთვის, საკუთარი ემოციებისთვის და კიდევ ერთი პატარა რჩევა მინდა მოგცეთ აქ. თუ კი გრძნობთ, რომ ახლა რაღაც საქმე ისე არ მიდის, ამ ფინანსები ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდოდათ, რომ დაგინახათ, როგორც თქვენ გინდოდათ, რომ მიგეღოთ, როგორც თქვენ ელოდებოდით ხო გარკვეულ სცენარებს. ეცადეთ, რომ შაბლონებში ნაკლებად ჩასვათ სამყარო, ნაკლებად ჩასვათ თქვენი თავები, იმიტომ რომ ამით ბლოკავთ ყველა იმ შესაძლო სამყაროსეულ საჩუქრებს, რომლებიც შესაძლებელია თქვენთან მოვიდეს, ხომ ასეა? ადამიანები ჩვენი ცნობიერით, ჩვენ თვითონვე ბლოკავთ ჩვენი ისეთი მწირი და პატარა სცენარებით, ერთვექტორიანი სცენარებით, ჩვენივე კარგ ყოფას და კარგი რეალობიდან შემოსულ სხვადასხვა ენერგოინფორმაციულ სიკეთეებს. ხო, ჩვენ თვითონვე ბლოკავთ ამას. ბლოკავთ იმიტომ, რომ ცხოვრობთ გარკვეული შაბლონებით. ან ზედმეტად ვაჯანჯღარებთ სამყაროს. ესეც არ უყვარს სამყაროს, შესაძაც ესე იგი ზედმეტად ჩაციკლულები ვართ რაღაცაზე. ხო, ხშირად ყოფილა ესეთი რაღაც, რომ ესე იგი აღარ დაინტერესებულ ხართ, მოგიშვიათ მარწუხები და სურვილი ასრულებულა. სიტუაცია გადაწყვეტილა. ისე თითქოს არც ყოფილა მანამდე არანაირი პრობლემა და გაჭიანურება და სირთულები და ასე შემდეგ. აბა თუ მიხვდებით რატომ? იმიტომ რომ შეწყვიტეთ სამყაროს, ესე ვთქვათ, ჯაჯგური, დაიჭირეთ ბალანსი და პრობლემაც გადაიჭრა და გადაწყდა. ხო და ეს სიტყვები შესაძლებელი ახლა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ რაღაც ისე არ მიდიოდეს, როგორც თქვენ გინდათ. ხო და როგორც კი აი ამ მარწუხებს მოუშვებთ და პირიქით შეეცდებით, რომ ელემენტარული საკუთარი თავი თქვენ თვითონვე გააბედნიეროთ, თუ კი არ გაქვთ ისეთი გარემო, რომ ვინმე გაგაბედნიეროთ ან იზრუნოს თქვენს გუნება განწყობაზე, გააკეთეთ ეს თქვენ თვითონ. წადით შოპინგზე, გაიკეთეთ რაიმე პროცედურები, თუნდაც მინიმალური, მაგრამ გააკეთეთ. აიმაღლეთ განწყობა. სხვა შორის შეიძლება ვიღაცისთვის ისეთი აქტუალური იყოს ვარცხნილობის შეცვლა. შესაძლებელია შეიცვალოთ ვარცხნილობა და ბევრი რაღაც თქვენთვის ბევრად უკეთესად წარიმართოს. ძალიან ბევრი ადამიანები იღებენ და გვარავენ ენერგიას. შესაძლოა ისეთ სამსახურში ცხოვრობთ. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ბევრი არა, მაგრამ ერთი მაინც იყოს ისეთი, რომელიც მუდმივად მოდის და გეწუწუნებათ რაღაცა თავის ცუდ და უარყოფით ისტორიებზე, გამოცდილებებზე და ასე შემდეგ. და საკუთარი შიშების პროექცირება სახდენს თქვენზე, ანუ თქვენს გადმოგაქვთ ეს შიშები შემდგომ თქვენს თავზე და მერე ეს ბლოკები უკვე ხელს გიშლით თქვენი სასურველი შედეგების მიღებაში. პირველი ვარიანტი, სხვისი შიშები თქვენ არ გეკუთვნით. აქ მაგიური ზეგავლენა არ გაქვთ, თავისუფლები ხართ, მაგრამ აი მთელი ეს ჩამოთვლილი პრობლემები, რაც ახლა მე აქ ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ხელს გიშლით და გართმევთ ენერგიას და არ გამყოფებთ, მოდი ასე ვთქვათ, სასურველ მდგომარეობაში. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით და ველოდებით თქვენს კომენტარებს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი წაკითხვა და ახლა გადავედით ვარიანტი 2-ზე. მეორე ვარიანტი არის თუ არა ნეგატივი ან მაგიური ზეგავლენა თქვენზე. არა, როგორც იტყვიან, ბავშვის ტაკოსავით სუფთები ხართ, ლამაზები ხართ, კოხტები ხართ. შესაძლებელია ახალი ჩატარებული წმენდა გაქვთ, ან ესეთი გადარესტარტება გაქვთ. ახალი გზა მოჩანს, ხო? ახალი თავგადასავალი, ახალი შეგრძნებები. ასე რომ აქ არანაირი ვთქვათ, ისეთი მაგიური ზეგავლენა და ნეგატივი არ ჩანს. მეორე ვარიანტი არის თუ არა მაგიური ზეგავლენა პენტაკლების ტუზი, არ არის არანაირი მაგიური ზეგავლენა. რაღაცა ცუდ სიტუაციას გაერიდეთ, რაღაცა რთული პერიოდი დამთავრდა, რთული ეტაპი დამთავრდა თქვენს ცხოვრებაში, რაც მაჩვენებს იმას, რომ თქვენ ახლა აბსოლუტურად ღია და გახსნილი ხართ იმისთვის, რომ შექმნათ აბსოლუტურად ისეთი ახალი
ბევრად უკეთესი და ბევრად წარმატებული და ბევრად ბედნიერი რეალობა. არ გაქვთ აქ არანაირი მაგიური ზეგავლენა და ზოგადად ძალიან ისეთი ყადაღებული თემაა დღეს ყველა ამაზე საუბრობს, აი ჯადო, მეგობრებო, ყველა ვარიანტის გასაგონად ჯადოს გაკეთება, მაგიური ზეგავლენა, ეს არ არის ლობიოს ამოლესვა, ეს არ არის არ ვიცი რაღაც ბორშის გაკეთება, ხო? ის არის ურთულესი პროცესი და ჯერ უნდა მივხვდეთ იმას, რომ მაგიური დარტყმის და ზეგავლენის შესრულება ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება, უდიდესი ცოდნა სჭირდება და არა ის ვთქვათ რაღაცა შოუები, რასაც ვთქვათ გაჩვენებენ გარედან, ხო, რაღაც ზედმეტად დრამატულ ესეთი მაგიური სახეებით, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ, ხო, მეგობრებო, განასხვავეთ შოუ, განასხვავეთ ცირკი, მაგიისგან და ეზოთერიისგან გამიჩნეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველაზე მეც ყვირიან ამასთან დაკავშირებით და რაღაც დემონსტრაციებში არიან, ზუსტად იქ არის ყველაზე დიდი შოუ და ყველაზე დიდი არ ვიცი რა დავარქვა, შიზოფრენია ალბათ. კი, ესეც არის. ასე რომ არა, აქ არ არის არანაირი მაგიური ზეგავლენა, კარგები ხართ, დაცულები ხართ, ძლიერები ხართ, ახალი გზა გაქვთ, დამილოცნია, როგორც იტყვიან, ახალი გზა თქვენთვის, ისე როგორც მე შემიძლია და ყველაფერი რაც ცუდი და უარყოფითია, ან უკვე მოიტოვეთ უკან, ან სადაც არის მოიტოვებთ უკან და დაიწყებთ აბსოლუტურად ახალ ცხოვრებას, ახალ ეტაპს თქვენი ცხოვრებისა, რომელიც უკვე ასე იგი ვფიქრობ, რომ ბევრად უკვე უფრო მეტად ხარისხიანი და უფრო მეტად ახალი დადებითი მომენტებით სავსე იქნება, ვთქვათ, ვიდრე ეს იყო ახლო წარსულში, ხო? იმიტომ რომ ახლო წარსულში აბსოლუტურად შესაძლებელია რაღაცა რთული პერიოდები გადაიტანეთ, ხომ? ჩვენ ამას არ ვაკონკრეტებთ რა რთულ პერიოდებზე საუბარი და გადავედით მესამე ვარიანტზე, ვინც აერჩია მალაკიტი არის თუ არა მაგიური ზეგავლენა ნეგატივი თქვენზე, არა, ჩემო კარგო, პენტაკლი არა. ვინ ხართ ამისთანები მოსულები? პენტაკლების რაინდი, არა, აბჯერში ხართ, ხელში პენტაკლი გიჭირავთ, თქვენ გზაზე ხართ, თქვენი განვითარების, ასე რომ აქ არანაირად ცხენზეც ხართ ამხედრებული, ასე რომ არანაირი მაგიური ზეგავლენა და ნეგატივი ახლა თქვენზე არ იკითხება, არის თუ არა ნეგატივი მესამე ვარიანტზე, ექვსიანების თასები. არკანი, კარმა და იმპერატორი, პენტაკლების დედოფალი, კოშკი, სამართლიანობა არის თუ არა ნეგატივი? არა, თქვენზე არ არის ნეგატივი, უბრალოდ აქ მაჩვენებს, რომ ესეთი საინტერესო პერიოდი დგება თქვენს ცხოვრებაში, ან უკვე დადგა თქვენს ცხოვრებაში, ეს ძალიან საინტერესო პერიოდი, როდესაც სამი კარმული არკანი ამოვიდა, სადაც ესეთი კარმულ პროცესებზე არის ხო საუბარი. კარმა არ ნიშნავს აუცილებლად თვითგურემას, ცუდს და ნეგატივს, როგორც რაღაცა ძალიან ნეგატიურ სცენარებს, რომლებიც აი კარმა არის გამოცდილებები, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ესეთი პროგრამა, რომელიც ჩვენ ყოველ ჯერზე გვაჩვენებს სად ვართ სუსტები, პირიქით სად ვართ ძლიერებიც, სად ვართ კარგები, სად ვართ წარმატებულები, სად ვართ ოსტატები, სად კიდევ ბევრი გვიკლია იქამდე, რომ თქვათ ოსტატები და პროფესიონალები ვიყოთ, ხო? ანუ იმდენჯერ დაგვატრიალებენ ერთ და იგივე სცენარში, ნებისმიერ სფეროში, ეს არ ეხება რა თქმა უნდა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს, სადაც თქვენ აუცილებლად მიხვდებით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, ხო? და იმდენჯერ რამდენიც არ მოგეწონებათ, თქვათ, კონკრეტულ სცენარში ყოფნა და მით უმეტეს თუ ეს სცენარი ტრიალებს, ესე იგი არის რაღაცა, რაც გამოსასწორებელია, დასამუშავებელია,
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მეტად შესასწავლია, უფრო მეტად ჩასაღრმავებელია და მაგალითად უფრო მეტად დასაკვირვებელია, ხო ეს იმიტომ რომ რადგან ეს ხდება თან განმეორებით სცენარად და თან ეს არ მოგწონთ, ესე იგი რაღაცას არ აკეთებთ, ან ვერ აკეთებთ ჯერჯერობით ისე, როგორც ეს თქვენთვის და თქვენი უნიკალური განვითარებისთვის და თქვათ გამოცდილებებისთვის არის საჭირო. მე აქ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდია თქვენს ცხოვრებაში, ახლა ისეთი, როდესაც ყველაფერი არასაჭირო გაეხვეტება თქვენი რეალობიდან, არასაჭირო ადამიანებიდან დაწყებული, არასაჭირო თქვათ სცენარებით დამთავრებული. ესეთი ტოტალური გენერალური წმენდა არის ახლა თქვენს რეალობაში. ჩაშვებული ეს ენერგიები. სინა ვარიანტი. კი, პირადი საზღვრები. როდესაც მიხვდებით, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ გაგაჩერებთ, იმდენად უკვე ძლიერები, მაგრები, საზღვრიანები და ძლიერები ხართ რა, იმიტომ რომ ის რაც თქვენს რეალობაში ხდება, ან მოხდება უახლოეს მომავალში, ეს კიდევ ერთხელ დაგანახებთ იმას, რომ თქვენივე ხელებით შეგიძლიათ ააშენოთ თქვენი რეალობა და თუ კი იგრძნობთ, რომ რაღაცა კომფორტის ზონაში ხართ, ან აღარ მოგწონთ კონკრეტულ რაღაც რეალობაში ყოფნა, სადაც გრძნობთ უკვე აღარ არის განვითარება, ან პირიქით რაღაცებს ან ვიღაცებს დესტრუქციულ ენერგიებში მიყავხართ, ხო? თქვენ თვითონვე იქნებით ამაყი იმით, რომ აღმოაჩენთ საკუთარ თავში, როგორ ძლიერად შეგიძლიათ გაიქნიოთ თქვენი რეალობა იქითკენ, სადაც გინდათ, რომ საკუთარი თავი დაინახოთ რა. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სრულყოფილდება, შეიძლება ასე ითქვას, თავის გზაზე. სრულყოფილდება და აღარავის და აღარაფრის აღარ ეშინია. აღარავის და აღარაფრის აღარ ეშინია. სულმუდმივად სწავლობთ, სულმუდმივად მოძრაობთ, სულმუდმივად ახალ შეგრძნებებს იღებთ და თქვენ ეს ძალიან გჭირდებათ, ასე რომ არის თუ არა ნეგატივი, არა, ჩემო ძვირფასებო, აქ არ არის ნეგატივი და უფრო მეტსაც ვიტყვი, აქ ჩემი ჯგუფის წევრებს ვის ენერგიები ამოვიკითხე. მოგესალმებით ზისკარელებო. აქ არის ერთი მომენტი, პირიქით, არც ურჩევა აქ არავის, რომ შეგეხოთ. არის თუ არა ნეგატივი, არა, ჩემო ძვირფასებო, არკანი ვარსკვლავი. დიდხანს სიცოცხლებთ. არკანი ვარსკვლავი ნიშნავს დიდხანს სიცოცხლებთ. არა. კოსმიური დაცვა, არ ვიცი, კოსმიურ ენერგიებს ეთამაშებით აქ. ცაზე ვარსკვლავებს არანაირი ნეგატივი არ არის თქვენზე და ვერც იქნება, იმიტომ რომ და ნეგატივან რაღაცა ცუდი გაუკეთოთ ამ ენერგიების ადამიანს, რაც მესამე ვარიანტში წავიკითხე. ეს ალბათ ძალიან უნდა მოინდომონ და თან არა ერთმა, რომ რაღაც კოღოს ნაკბენივით რაღაცამ შეგაწუხოთ თქვენს ენერგოინფორმაციულ სივრცეში, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს, რომ სამყარო ჩალით არ არის გადახურული და თუ ადამიანი არ იმსახურებს მაგიურ ზეგავლენას და არ დაურღვევია ბალანსი, არ გაუფუჭებია, არ წაურთმევია და ასე შემდეგ, ხო, რაც მაინც და მაინც
არ არის ღირსეული და სწორი ქმედებები, რაც მიგვაჩნია ყოველ შემთხვევაში. ღირსებაც და ღირსეული ქმედებებიც ყოველთვის ინდივიდუალურია. მოკლედ არ შეგიღწევია სხვის პირად სივრცეში მის და დაუკითხავად და არ ჩაგიდენი ეგ ცუდი არაფერი. მაგიურ ზეგავლენას ვერავინ ვერ გაგიკეთებთ. ერთადერთი შეიძლება გარკვეულმა მაგიურმა ზეგავლენამ შეგაწუხოთ მხოლოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც დროა რომ საკუთარი ძალები და დრაკონები გამოიყვანოთ სასეირნოდ. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მქონდა პერიოდი, როდესაც საერთოდ არ მინდოდა არანაირ მაგიურ ბრძოლებში და ომებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ როდესაც იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ ამჭირდებოდა ეს გამოცდილება და როგორც კი ვიფიქრე, ესე იგი სამყარო მაჩვენა, რომ მე შევცდი, იმიტომ რომ ეს იგივე მომენტია, რომ მებრძოლი ვერასდროს ვერ გახდები მებრძოლი თუ ბრძოლის ველზე რამდენჯერმე არ გაიქნევ და გამოიქნევ ხმალს, ხო? ჩემ შემთხვევაში მოხდა ეს თან ისეთი პერიოდის მანძილზე, არა ცოტა, არა ესეთი, არა სათამაშო და არა გასართობი საკმაოდ რთული და საკმაოდ ესეთი თავდასხმები ხორციელდებოდა, არასაბავშვო, შეიძლება ასე ითქვას. და ბოლოს ეს ის მომენტია, როდესაც ხვდები, რომ იძულებული ხარ ხმალი აიღო და იბრძოლო, როგორც ძალიანაც ეს არ უნდა გინდოდეს და როგორც სიტყვიან ესეთი მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო ამ ნაწილში. ასე რომ ხო მიცით მეგობრებო, რაც ძალიან არ გინდა, მე ის გეძალება ხოლმე. ასე რომ ეს ყველაფერი მოვაყოლე იმას, რომ ხანდახან შესაძლებელია ნეგატივმა მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იმუშაოს ადამიანზე. ხო? თუ კი არ უნდა რომ აიღოს პასუხისმგებლობა, ვთქვათ. ან არ უნდა რომ ჩაერთოს გარკვეულ ბრძოლებში, ან უბრალოდ დარჩა რაღაცა კომფორტის ზონაში და აღარ უნდა იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად შესაძლებელია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მესამე ვარიანტი ძალიან გამიგრძელდით. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი სიყვარულით. არც ერთ ვარიანტზე არ აღმოჩნდა ახლა ამ მომენტში არანაირი ისეთი ძლიერი მაგიური ზეგავლენა, თუ არ ჩავთვლით პირველ ნაწილს, არ არის პირველ ვარიანტზე უბრალოდ არანაირი მაგიური ზეგავლენა, უბრალოდ ძალიან გადაღლილები ხართ და ძალების და ენერგიების აღდგენა გინდათ მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს, ძალიან დიდი სიყვარულით. თქვენი ნინო.